მაკა ბოჭორიშვილის ავსტრიული ვიზიტი და შედეგების ორი ვერსია. ავსტრია ქართულ ოცნებას აკრიტიკებს, თუმცა ივანიშვილის პარტია ირწმუნება, რომ ევროპული ქვეყანა საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კრიტიკული პოზიცია მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას გამოხატა. ბეათე მაინლ-რაიზინგერი და ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს ვენაში 26 მარტს შეხვდნენ. ავსტრიაში ბოჭორიშვილის ვიზიტის შესახებ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემაჯამებელ განცხადებაში დაწერა, რომ ავსტრია ორი ქვეყნის დინამიკურ ურთიერთობებს დადებითად აფასებს და საქართველოს დახმარებას აგრძელებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და დადებითად აფასებს ორი ქვეყნის დინამიკურ ურთიერთობებს. კერძოდ, ის კვლავად განაგრძობს საქართველოს დახმარებას განვითარების პროგრამის ფარგლებში და თანხების გამოყოფას ამ მიმართულებით. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ის ფაქტი, რომ საქართველოში არაერთი ავსტრიული კომპანია ოპერირებს. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. ავსტრიულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოში მეტი ავსტრიული ინვესტიციის განხორციელებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის სფეროში. ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პროგრესი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნეს ავსტრიის მიერ საქართველოს მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. თავის მხრივ ქართულმა მხარემ კვლავაც დაადასტურა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და განაცხადა, რომ მზადაა ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილთან გამართული საუბრის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ განხილულ თემათა შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაც იყო. ევროპელი მინისტრის თქმით, მზად არიან საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარი დაუჭირონ, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ამჟამინდელ კურსს შეცვლის. Unfortunately, today we had many difficult topics also on the agenda. When it comes სამწუხაროდ დღეს მრავალი რთული საკითხიც გვქონდა განსახილველი, რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. საქართველოს ამ გზაზე უკუსლა დაიწყო. ეს არის როგორც ავსტრიული, ისე ევროპული ხედვა და ეს სამწუხაროა. ჩვენ ვხედავთ რეფორმების გაუარესებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებსაც საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას. ვხედავთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებსაც, რომლებიც ეუთო ოდირმა გამოავლინა. ამ ყველაფრის შედეგად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია. ქართველ კოლეგას მკაფიოდ განუცხადე, რომ მტკიცედ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავე პირები კი პასუხისგებაში მიეცენ. ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაკა ბოჭორიშვილს კითხა, თუ როგორ ურთიერთობენ ევროპულ ინსტიტუტებთან იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები არ აღიარა. ჟურნალისტის საბაზუხოდ მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ საქართველოში არჩევნებს 1200-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა, მათ შორის ეუთო ოდირიდან და რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არჩევნების შედეგებს პროტესტი მოჰყვა. every political party had possibility to run. ყველა პარტიას შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა. შედეგია, ხალხი თავიანთ არჩევანს აკეთებს, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ აქტორს, რომელიც უარყოფს საქართველოს ხალხის არჩევანს, თუმცა კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისთვის, რომ პატივი ვცეთ დემოკრატიული საზოგადოების ზოგად წესებს. პირველ რიგში ეს მოიცავს ხალხის დემოკრატიულ არჩევანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მხარეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელი და კარგი თანამშრომლობა გქონდეს ჩვენს პარტნიორებთან. ევროპული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის მთავარი პრიორიტეტია და ეს უცვლელი რჩება. 2024 წლის 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა. ოცნების ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი უკვე 120 დღეა აპროტესტებს.